Salami, მე ვარ გიორგი ბაქრაძე, ეკონომისტი. დავიწყოთ. Stone Roses თუ Oasis-ი? Stone Oasis-ი არა. City-s ფანები არა. მიუხედავად იმისა, რომ Stone Roses არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ Oasis-ი არა. ეგეც მანჩესტერულია და ვიცი ხო, ვიცი, ხო, იმეთი ისე. მან მუსიკა არ ვიცი მაგათი. რაზე თანხმდებით შენ და მოსიძე? არა, რაღაცებში თარხმდებით ახლა. პლატეძიგერგეც არ არის, ხო? ნუ City-s ფანია ის და მაგრამ ზოგადად მნიშვნელოვან რაღაცეებში თანხმდებით, ღირებულებით რაღაცეებში თანხმდებით. არის თუ არა United-ის ისტორიაში ვინმე უფრო დიდი ვიდრე კანტონა? თანამედროვე United-ისთვის არა. ფეხბურთელებს თუ ჩავთვლით, თუ ისე რა თქმა უნდა ფერგი. ფერგი კანტონას მოყვანით შეცვალა გუნდი. და პრემიერ ლიგაზე. ინტელექტ კლუბში რომ ტაისონი შემოვიდეს, შავი ყუთით რა შემოიტანდა? ხორიფილდეს ხურს. ვადამდელი პასუხი. ნიძლავზე. ტარკოვსკის რამდენ ფილმს ნახავ ზედიზედ? ნიძლავს გააჩნია. ლაით ნიძლავზე ერთს ნახავ. მოსაწყენია. რატომ გაქვს მთელი ბელგია შემოვლილი? ლუდის გამო. ლუდის გამო, იმიტომ რომ ბელგიაში საუკეთესო ლუდები არის და ყველაზე დიდი არჩევანია ლუდის. გარდა ამისა ისტორიული არის. სად არის ნაპოვნი ყველაზე ძველი ქერის მარცვალი? ანუ ლუდის სამშობლოდ თუ მივიჩნევთ? ლუდი პირველი მე მგონი შუმერებს ჰქონდა, თუმცა მანამდეც ან საერთოდ არსებობს თეორია, ჩვენ ხო ვიყავით რაღაცა შემგროვებლები ჩვენ და ის homo sapiens-ების შემგროვებლები და მონადირეები და რეალურად სოფლმეურნეობას გადავიდნენ ლუდის გამო. ყველაზე მაგარი მუზეუმი სადაც ყოფილხარ და რატომ? მეცნიერების მუზეუმი ლონდონში. იმიტომ რომ მეცნიერება მიყვარს, გამოგონებები მიყვარს, ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდი მიყვარს და იქ ყველაფერი ერთად იყო და ძალიან კარგად გაკეთებული, ისე რომ მთელი დღე შეიძლება იყო იქ, თუ ეგ რაღაცები გიყვარს ხადია და არ მოგვეძდეს. ძველი შემტევის ქოულზი უფრო გიყვარდა თუ ბოლო წლების გაპირლოებული? ორივეს თავისი პლუსები აქვს ხადია. და ეს პირლოარი გასკოულზებული თუ გაია. მაგრამ ალბათ ხო, გვიანდელი ქოულზი უფრო. გენდალფი ხმლით რატო იბრძვის, როცა შეუძლია მაგია გამოიყენოს? გენდალფი მაგიას საკმაოდ იშვიათად იყენებს. მარტო მაშინ როცა მაგალითად როდესაც ბალროგის წინ ხიდს გადატეხავს, ხო? მაშინ ცალსახად ის არის. სავარაუდოდ გარკვეული შეზღუდვა აქვს, რომ მაინც თავს ნუ მოიკლავ მაგიით. ხუთნი იყვნენ სარუმანი, ეგრა და გასტე კიდე ორი ლურჯი ჯადოქარი. მათი როლი იყო უფრო მეტად დაკვირვება და ასე ვთქვათ პასიური წინააღმდეგობა, ვიდრე აქტიურად აიმოდი ახლა ცხენებზე შევსხედით და წავედით საურონი დავამარცხეთ. თუმცა თუ საჭირო არის იყენებს კი. იშვიათად. როგორ გავუმდიდრდეთ? რო ვიცოდე. არ ვიცი. უნდა იცოდე. ყველაზე ცუდი მეფე საქართველოს ისტორიაში? გიორგი მეშვიდე. გამზადებული პასუხი ქონდა. იქნებ დაფიქრებულიყავ გეძებნა მაგაზე უარესი. არა, ეგ იყო. რეალურად მაგით დავიწყეთ დაკარგვა ყველაფრის. რატომ გვიდგას თბილისში პეტრე ბაგრატიონის და დავით აღმაშენებლის დაახლოებით თანაბარი ზომის ძეგლები? ხო, პეტრე ბაგრატიონის ძეგლი საერთოდ არ ვიცი რატო გვიდგას, რუსი გენერალი იყო, ქართული გვარით. საქართველოსთვის რა გაუგეთებია პეტრე ბაგრატიონის? არც არაფერი. პეტრე ძეგლი უნდა იყოს პეტრე ბაგრატიონის. რა უნდა ამ რედ კლიპს გაგვაგებინე რა? რავი, არ ვიცი. იმედი არის რომ რაღაცა შეიცვლება. ნუ ერთი რაც მოხდა რედ კლიპის დროს, აი ეს და სავარაუდოდ უფრო ამორიმის დამსახურება ვიდრე რედ კლიპის, ეს ტოქსიკური ხალხი გუნდიდან გაუშვეს. ვინ გაუშვა მაკტომინეი? მე გული დამწყდა, იმიტომ რომ არის მანჩესტერელი და აკადემიის გაზრდილი და ნუ აი ხო რაც მანჩესტერის ტრადიციაში ძალიან კარგად ჯდება. მაგრამ სავარაუდოდ იტალიის ჩემპიონატი მისთვის გაცილებით უფრო
მომგებიანი არის, იმიტომ რომ შეიძლება უფრო ნელი არის ჩემპიონატი და იქ გაცილებით უფრო კარგად ჩანს. რომელმა წიგნმა შეგაყვარა ინგლისი? ალბათ რაღაც კომბინაცია თავიდან კონან დოილმა, ვუდჰაუსმა, რომლის ინგლისი არის აბსოლუტურად უტოპიური, იდილიური, აგათა კრისტიმაც მნიშვნელოვანი წიგნად, იმიტომ რომ მე რო ინგლისურს სწავლობდი რამდენი წელი რო დავდიოდი მასწავლებელთან, უცნაური და მაგრამ საინტერესო მეთოდი ჰქონდა ენის სწავლის. თუ რაღაცა ბაზა მქონდა, ამიტომ მატანდა წიგნს და მეუბნებოდა რომ აი ხა წაიკითხე და მე მოდი გავერჩიოთ. როი კინი ფერგის წინააღმდეგ. ამ კონფლიქტში ვისკენ ხარ? როი კინის. ძალიან უსამართლოდ მოექცა ფერგი. მე ხო ცნობილი რაღაცა ინტერვიუ იყო, სადაც ყველა გალანძღა, მილანძღა, მოლანძღა და ეს ინტერვიუ არ გაუშვეს და მე ფერგიმ გამოიძახა. ის თამაში მახსოვს, მიდროსთან 4-2 წააგეს და საშნელი თამაში იყო მართლა. და კინის პლუსი ყოველთვის იყო ეს. მიუხედავად იმისა, რომ ღوارძლიანი ყრზო ადამიანია, მაგას უფრო მოусმენს კაცი, ვიდრე Paul Scholes, რომელიც კაცმა არ იცის რა ლაპარაკობს, იმ სიცოცხლეებს, როდესაც ლაპარაკობს. კინი ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობდა, ყოველთვის იქცეოდა ისე, როგორც თვითონ რომ გუნდისთვის საჭირო იყო და ამიტომ კინის მხარეს ვარ. იტალია რომ მესამე მსოფლიოს ტოვებს გეწყინა? არა. რატო ხო ამბობენ რომ არ ვარ გულშემატკივარი, მაგრამ უნდა ყოფილიყო საინტერესო იქნებოდა. საინტერესო რო ყოფილიყო გავიდოდა. იტალიის ესეთი საშნელი ნაკრები მე არ მახსოვს, რამდენი 82 წლიდან ვუყურებ მსოფლიო ჩემპიონატებს და ნაკრებებზე. და ერთიც არის რომ ზეკოს ეკუთვნოდა გასვლა და თამაში, ხო. მადლობა. მადლობა. მოვჭით.